მოგესალმებით ყველას, ეს რობიტარო არხია, მე რობი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო კაშლის თემა იქნება რას ფიქრობს ჩემზე ზოგადად, ბოლო საუბრის შემდეგ, ფიქრობს ახლა ჩემზე და რას. დღეს ერთი პოზიცია გვექნება, ასარჩევი ვარიანტები დღეს არ იქნება, თუ გიყვართ ასეთი ვიდეო, შეგიძლიათ უყუროთ და თუ თქვენზე რეზონირებს, რა თქმა უნდა, ბოლომდე უყურეთ დღევანდელ საჯარო კაშლას. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან ვიდეო თქვენზე რეზონირებას იწყებს მაშინ, როდესაც რთავთ, უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. ასევე, ვისაც გინდათ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გინდათ რომ დღეს პასუხები მივიღოთ, შეგიძლიათ მისი სახელი თქვათ და ვნახოთ პირველ რიგში ის თქვენზე რას ფიქრობს ზოგადად. მისი ზოგადი ფიქრი თქვენზე. მისი ზოგადი ფიქრი. ამ პიროვნების თვალში თქვენ მზად ხართ სასიყვარულო ურთიერთობისთვის, გინდათ სუფთა, ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა და სიყვარული. თუ თქვათ ურთიერთობაში არ არის მაქსიმალურად ყველაფერი გამართული, თქვენ ძალიან დიდ ტკივილს იღებთ, თუნდაც პატარა უყურადღებობით, თუნდაც დაგვიანებული შეხვედრებით, ზარებით. მისი გადმოსახედიდან თქვენ უკვე სუფთა გრძნობებისთვის მზად მყოფი ადამიანი ხართ და ძალიან მგრძნობიარე ხართ ზოგადად, ანუ მისი ფიქრით, თქვენი გულის ტკენა, თქვენი დაზარალება ძალიან მარტივია. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს ადამიანი ერიდებოდეს ზუსტად თქვენთან ღრმა კომუნიკაციას იმის გამო, რომ შეგატყოთ, რომ ძალიან გრძნობიარად რეაგირებთ რაღაც საკითხებზე. მისი გადმოსახედიდან როგორი ხართ ხომ მისი ფიქრებით? გაქვთ ძალიან სუფთა ბავშვური ემოციები, არ გაქვთ დაკარგული სიყვარულისადმი რწმენა და ყოველთვის შეიძლება თქვენს შიდა სამზარეულოს, აი შინაგან შეგრძნებებზე და ემოციებზე მასთან ღიად საუბრობდეთ. ანუ მისი გადმოსახედიდან თქვენ ჩაკეტილი და დათრგუნული და ასე ვთქვათ, დაკომპლექსებული ადამიანი არ ხართ. გიხარიათ სიცოცხლე, გიხარიათ ყველაფერი, თქვენი გახარება ძალიან მარტივია, მაგრამ თქვენი განაწყენებაც ასევე მარტივია. კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე ზოგადად? სხვათა შორის ამ აღწერილობის შემდეგ მოდის ესეთი კარტი, რომ შეიძლება თავის თავთან გიკეთებდეთ შედარებას, ხო, თვითონ როგორი არის? თვითონ არის ძალიან ხისტი, ემოციურად ჩაკეტილი, არ ენდობა არავის. აღარ სჯერა სიყვარულის, ერთგულების, ბევრი ტრავმები აქვს, ნდობის პრობლემები აქვს. საკუთარი მიზნებისთვის ძალიან ბევრი ადამიანი გამოუყენებია, ეს მარტო პირად ურთიერთობაში არ არის. ხვდება, რომ ძალიან სხვადასხვა პოლუსზე ხართ ამ მხრივ და თქვენ მასში დააბრუნეთ ის განცდა, რომ სხვას აღარ ატკინოს, ან სხვას გული არ ატკინოს, ან რაღაცნაირად მისი გადმოსახედიდან თქვენ არც ტყუილს იმსახურებთ, არც გულის ტკენას არ იმსახურებთ. და ფიქრობს, რომ თვითონ ძალიან ცოტა ეშმაკუნა არის და სხვანაირი ურთიერთობები შეუძლია. თქვენ არ შეგიძლიათ ვთქვათ ტყუილად ადამიანების დაიმედება. თვითონ
თუ რაღაც სარგებლოს იპოვის, შეიძლება სხვა ადამიანებთან მოიქცეს ესე. ანუ ძალიან სხვადასხვანაირი მიდგომები გაქვთ ურთიერთობებში, თუნდაც მეგობრებთან. თქვენ მაშინ დააბრუნეთ ის ემოცია, რასაც ჰქვია ანგარიშის გაწევა და ხათრი. კიდევ შეიძლება აქ ჩავთვალოთ ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ ძალიან ბევრი გეგმები გაქვთ ცხოვრებაში, ამ ადამიანს ესეთი კონკრეტული გეგმები ამ წუთას ცხოვრებაში არ აქვს. სპონტანურია და რა საშუალებასაც სამყარო ხელს ჩაუგდებს, ბოლომდე იყენებს სათავისოდ. ბოლო საუბრის შემდეგ რას შეიძლება ფიქრობდეს ეს პიროვნება თქვენზე? მას დარჩა ის შთაბეჭდილება, რომ თქვენ მასთან გსურთ, რომ ის იყოს თქვენი სტაბილური, მუდმივი ადამიანი. რომ თქვენი თვალით ის იმაზე კარგი არის, ვიდრე რეალურად არის. რომ თქვენ მასში იმაზე მეტ პოტენციალს ხედავთ, ვიდრე მას რეალურად ამის პოტენციალი აქვს. რომ თქვენ მის მიმართ რწმენა და იმედი არ დაგიკარგიათ. ან გინდათ, რომ რაღაც უკეთესობისკენ დააყენოთ, უკეთესობისკენ წავიდეს მისი ცხოვრება. ბოლო საუბარმა მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ახლა თქვენი სიტყვები სხვანაირად ესმის, ტრანსფორმაციას გადის. ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენ გაქვთ იმედი, რომ ის გამოიცვლება და კარგისკენ წავა, მაგრამ მისი გადმოსახედიდან ბოლო საუბარმა ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ თქვენ კი არ შეცვლით მას თუ ურთიერთობაში შემოვიდა ან დარჩა. პირიქით, მისი ბნელი მხარე თქვენზე გადმოვა და თქვენ შეიცვლებით, თქვენ დაკარგავთ ამ რწმენას, თქვენ უფრო გახისტდებით, ცივი გახდებით, დაკარგავთ ამ გულწრფელობას, სინაზეს, გადახვალთ ხმლების დედოფლის პოზიციაში, ანუ გახდებით ყინულის დედოფალი, დაკარგავთ თქვენს ცხოვრებისეულ იმედებს. ანუ ამ ადამიანის გადმოსახედით ბოლო საუბარმა ესეთი შთაბეჭდილება უფრო დაუტოვა, რომ თქვენ მას ვერ შეცვლით, მაგრამ თუ თქვენთან დარჩათ, თვითონ შეგცვლით თქვენ და იმ თვისებებს დაგიკარგავთ, რა თვისებებიც ასე ძალიან მოწონს. ანუ რაღაცა მის ნეგატიურ ბუნებას გადმოგდებთ და შეიძლება სიყვარულის რწმენებიც კი წაშალოს. ანუ რაღაცნაირად ფიქრობს, რომ თავის უიმედობას თავზე მოგახვევთ, ხო? ანუ თავის პრობლემებს შეიძლება ასე ვთქვათ. ახლა თუ ფიქრობს თქვენზე, შეუძლებელია თქვენზე არ იფიქროს, იმიტომ რომ თქვენ ერთმანეთისთვის ხართ კარმული ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში ძალიან დიდ კვალს ტოვებენ. შეიძლება თვეობით ერთმანეთს არ ესაუბროთ, მაგრამ ყოველთვის ერთმანეთზე ფიქრობთ. დღე არ გავა, რომ გონებით ერთმანეთს არ დაუკავშირდეთ. და რას ფიქრობს თქვენზე? ახლა რას ფიქრობს თქვენზე? ამ ადამიანს აქვს განცდა, რომ თქვენ მას ელოდებით. ან მის გადაწყვეტილებას ელოდებით, ან მის შეცვლას ელოდებით, რაღაცას ისევ ელოდებით. ესეთი განცდა აქვს, რომ ხართ მოლოდინში. ფიქრობს, რომ თქვენს დღევანდელ რესურსს ბოლომდე არ აფასებთ. და მზად ხართ, რომ რაც გაგაჩნიათ, მას ისევ გაუყოთ. მისი დღევანდელი ფიქრი ასეთი არის, რომ თქვენ მაინც ყველაფერი შეიძლება ახლა ძალიან კარგად მოიწყეთ, მაგრამ ის რაც გაქვთ, ისევ ამ პიროვნებასთან ერთად გინდათ, მის გარეშე არ გინდათ ის რაც გაქვთ. ეს ადამიანი დღეს ფიქრობს, რომ არჩევანის გაკეთება გარდაუვალი იქნება.
ეს ადამიანი დღეს ფიქრობს, რომ ან საბოლოოდ, ანუ ნახევრად მიტოვებული ურთიერთობები აღარ გამოვა, ესეთი ფიქრი აქვს თქვენ შორის, ან საბოლოოდ უნდა აგირჩიოთ და გახდეს ისეთი, როგორიც თქვენ მასში დაინახეთ ადამიანი, აი რაღაც უკეთესობისკენ წავიდეს და შეცვალოს თავის ცხოვრება რადიკალურად, ან საბოლოოდ თქვენთან ურთიერთობაზე თქვას ისეთი უარი, რომ თქვენ მოლოდინი აღარ გქონდეთ. ანუ იძულებული არის, რომ ისეთი უარი თქვას, რომ თქვენ ეს მტანჯველი მოლოდინი აღარ გქონდეთ. აი რაღაცა ძალიან რთული გადაწყვეტილებების წინაშე შეიძლება დადგეს ეს ურთიერთობა ისევ, ესეთი ფიქრი აქვს. თუმცა თქვენი ნახვა ძალიან სურს, შეხვედრა. ძალიან სურს, რომ ერთხელ მაინც გნახოთ. მაგრამ თან იმის ფიქრი აქვს, რომ თუ შეგხვდება, შეიძლება თავს კონტროლი ვეღარ გაუწიოს და ამ შეხვედრამ როგორც სასიამოვნო მოგონებები დატოვოს, ასევე შეცდომებიც მოიტანოს. შეცდომები ამ შემთხვევაში რას უკავშირდება, რომ რაღაც იმედი დატოვოს და ეს ნდობა, ეს შემოთავაზებული შანსები ბოლომდე ვერ გაგიმართლოთ. საკუთარი თავის შიში აქვს უფრო ამ ადამიანს და ჯერჯერობით არეულად თუ იქცევა, ან რაღაცნაირად შინაგანად თქვენ საფორიაქებული ხართ, სიზმრებში ხედავთ, თითქოს ბოლომდე გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ჯერჯერობით რაღაც არეული ენერგეტიკა აქვს ამ ურთიერთობას, იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას შინაგანად აქვს ძალიან დიდი ბრძოლები საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ თუ თქვენთან დარჩება, თქვენი ცხოვრება არც მარტივი იქნება და უფრო ბევრ პრობლემას მოგიტანთ. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.